თეთრი სახლი ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის თავი 85,000 მაყურებელი 5,000 სპეციალურად მოწვეული სტუმარი და მხოლოდ ერთი ოქტაგონი და ასევე მისტიური მაკი ბრუნდება? უკვე ოფიციალურად ისტორიაში ერთადერთი და განუმეორებელი UFC-ს ღონისძიება თეთრი სახლის ეზოში უკვე დაგეგმვის პროცესშია. ამაზე ლაპარაკობს უკვე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მწვანე შუქია მიცემული UFC-ს პრეზიდენტისთვის, დენა ვაითისთვისაც. უნიკალური ღონისძიება 2026 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ჩატარდება. ის რაც ცოტა ხნის წინ მხოლოდ იდეის დონეზე იყო გაჟღერებული და ბევრს სასაცილოდაც არ ყოფნი და სულ მალე რეალობად იქცევა. და რამდენიმე დღის წინ დენა ვაითმა ოფიციალურად გაავრცელა ინტერნეტ სივრცეში თეთრი სახლის ეზოში გასამართი UFC-ს ღონისძიების ოფიციალური ციფრული მაკეტი. ეს ყველაფერი კი გაიმართება თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე, სადაც, როგორც უკვე ვახსენე, ვარაუდობენ, რომ 5,000 სტუმარს დაიტევს. ვინ იქნებიან ჰედლაინერები? იქნება თუ არა სატიტულო ბრძოლა, მთავარი ბრძოლა ამ ღონისძიებაზე? როგორ შეირჩევიან მებრძოლები ამ ღონისძიებისთვის? ყველაფერს გიყვებით ამ ვიდეოში. ახლა კი უფრო დეტალურად, როგორ გამოიყურება ის მაკეტი, რომელიც გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და რომლის მიხედვითაც უკვე რეალური სივრცე აიგება. რამდენიმე დღის წინ დენა ვაითმა Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში თითქმის ყველა დეტალი გააჟღერა, რომელიც ამ ლეგენდარულ დღეს ახლავს თან. UFC-ს პრეზიდენტმა ისიც თქვა, თუ ვინ იყო რეალურად ამ ღონისძიების იდეის ავტორი. We're going to have a UFC fight. Think of this on the grounds of the White House. ვიდრე დეტალურად განვიხილავთ უშუალოდ ციფრულ რენდერს და შევხედავთ სად რა იქნება განლაგებული და საერთო ჯამში რა სახეს და რა ფორმას მიიღებს ეს ღონისძიება, მანამდე მინდა რომ გავიაზროთ თვითონ ამ მოვლენის მასშტაბურობა. თეთრი სახლი ამერიკის 46 პრეზიდენტიდან 44 პრეზიდენტის რეზიდენცია იყო და არის კიდეც. უშუალოდ შენობა 1800 წელს აშენდა. და მას შემდეგ ჯონ ადამსიდან ამერიკის მეორე პრეზიდენტიდან მოყოლებული დღემდე დონალდ ტრამპის და ყველა მისი წინამორბედის საცხოვრებელი ადგილი რეზიდენცია და სამუშაო სივრცე იყო ეს. ბრძოლები გაიმართება ნომერ პირველი სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციის სასახლის ეზოში. და ამით ფაქტი დასტურდება იმისა, რომ UFC ყოველ შემთხვევაში ამერიკაში მაინც სულ სხვა მასშტაბებზე გადის, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპორტი. და მოდი ახლა დავუბრუნდეთ უშუალოდ მაკეტს. ის, რაც ახლა ასე გამოიყურება, ანუ თეთრი სახლის სამხრეთი ნაწილი, გადაიქცევა ამ ყველაფრად. ეზოში აიგება უშუალოდ ოქტაგონი. მის გარშემო იქნება გამოყოფილი 5,000 ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე. აშენდება ასევე თაღი, სადაც იქნება განათებები. მეორე მხარე კი იქნება ასეთ, ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე. თეთრი სახლის გარშემო მოეწყობა 85,000 ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ღია ცის ქვეშ დიდ ეკრანზე შეძლებენ ისინი ბრძოლების ხილვას. და რაც მთავარია, მებრძოლების გასახურებელი სივრცე მოეწყობა არც მეტი, არც ნაკლები ოვალურ კაბინეტში. ალბათ ყველას გეცნობათ ეს ადგილი. დიახ, სწორედ ეს არის კაბინეტი, სადაც ამერიკის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს ხოლმე. მოკლედ UFC ვაშინგტონის დასაპყრობად ემზადება. ახლა კი ყველაზე მთავარი კითხვა: ვის მიეცემა ისტორიული შანსი ამ ლეგენდარულ ღონისძიებაზე გამოვიდეს? სურვილთა რაოდენობა რა თქმა უნდა დიდია. მათ შორისაც კი, ვინც ახლა ამ ეტაპზე ჩვეულებრივ UFC-ს რიგებში უკვე აღარ იძებნება. მაგალითად, ჯონ ჯონსი, კონორ მაკგრეგორი. ამ უკანასკნელმა ასევე Fox News-ის ეთერში დაადასტურა, რომ არათუ თვითონ გამოვა ამ ღონისძიებაზე და იბრძოლებს, არამედ გააჟღერა მისი სამომავლო მეტოქის შესახებაც. და ეს იქნება მაიკლ ჩენდლერი. Michael Chandler and myself have done the show, The Ultimate Fighter. We've had a good back and forth. He's a good, tough guy. And, the Mac is excited to get back for sure. თავის მხრივ ჩენდლერმაც არ უარყო ეს ფაქტი ასევე Fox News-ის ეთერში და დაადასტურა, რომ კი, ისიც გამოვა ამ ღონისძიებაზე მაკგრეგორის წინააღმდეგ და რომ ის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. I'm the opponent that he wants, he's the opponent that I want, and it seems like that's a heck of a main event for the UFC White House. რაც შეეხება ყოფილ ძიმეწონოსან ჩემპიონ ჯონ ჯონსს. დენა ვაითს მასზე დიდი ავანსები მაინც და მაინც გაცემული არ აქვს. მოგეხსენებათ, რამდენად ართულებს ხოლმე მოლაპარაკების პროცესს ჯონ ჯონსი და რამდენად არასაიმედოა ის ბრძოლიდან ჩახსნის კუთხით. UFC-ს პრეზიდენტი კი ამ შემთხვევაში თავის ფსონს ჩამოდის კონორ მაკგრეგორზე. ვინაიდან როგორც ლოგანთან უკანასკნელ პოდკასტში დენა ვაითმა აღნიშნა, კონორი არის მისი ერთ-ერთი ყველაზე უღალატო მებრძოლი. და ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ კონორი მზად არის, რომ შევიდეს და იბრძოლოს. არადა ეს თქვა მებრძოლზე, რომელსაც 6 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ აქვს ნაჩხუბარი და ყოველ მეორე თვეს აანონსებს, რომ პენსიაზე გადის, მერე ბრუნდება და ასე შემდეგ მოკლედ. თუმცა ვიცით მაკგრეგორისა და დენა ვაითის ურთიერთობის პერიპეტიები, ამიტომ არ გვიკვირს, რომ დენა ვაითს ამხელა მოლოდინები აქვს მაკგრეგორთან მიმართებით უშუალოდ თეთრი სახლის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
მით უფრო რომ ამ დღეს ოქტანგონზე გამოსვლა უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი საბრძოლო საღამო, ვინაიდან ეს პირდაპირ პროპორციულია პოლიტიკური ქულების დაწერისა. ეს იქნება უდიდესი პრივილეგია არათუ უშუალოდ დონალდ ტრამპის წინაშე იბრძოლოს, რაც უკვე ხდება ხოლმე რეალურად და არაფერი ამაში ახალი, არამედ ისტორიულ შენობაში, ისტორიულ დღეს გამოვიდეს და მოირგოს ხელთათმანები. მით უფრო რომ ვიცით კონორ მაკგრეგორისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობა და აი ეს ფოტო დარწმუნებული ვარ ყველას გაგახსენდათ. შესაბამისად, მაკგრეგორი ამ შესაძლებლობას ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს. ცხადია, მაკგრეგორი დენა ვაითის ჯოკერი არის და ამ დღეს ის აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ოქტაგონზე. ინტერესოა კიდევ ვინ იქნებიან ამ კარდის სიაში, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი იქნება, ძალიან ვრცელი იქნება ეს კარდი. განისაზღვრებიან თუ არა მებრძოლები აქ პოლიტიკური ნიშნით, მაგალითად ხორხე მასვიდალი, რომელიც უკვე აღარ არის UFC-ს რიგებში, მაგრამ ვიცით, რომდენად დაახლოებული არის ის დონალდ ტრამპთან. ასევე ვიცით, რომ რესპუბლიკელი არის კოლბი კოვინგტონიც. ვინ იქნებიან თქვენი აზრით ამ დღეს წარმოდგენილები თეთრ სახლში? არა როგორც სტუმრები, არამედ როგორც მებრძოლები. ერთი ვინც დანამდვილებით ვიცით, ეს არის კონორ მაკგრეგორი და მისი ვიზავი მაიკლ ჩენდლერი. იქნება თუ არა თქვენი აზრით ჯონ ჯონსი ამ ღონისძიებაზე და იქნება თუ არა მისი მეტოქე ტომას პინალი და რაღაცნაირად სიმბოლური იქნება ამერიკელი ბრიტანელის წინააღმდეგ 250 წლის შემდეგ, რაც ამერიკამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. და ზოგადად, ამართლებთ თუ არა ამ მოვლენას, რომ თეთრ სახლში გაიმართოს UFC-ს ღონისძიება? როგორია თქვენი მოლოდინები? იქნება ეს უდიდესი წარმატება თუ იქნება უდიდესი ფეილი? დამიწერეთ კომენტარებში, გამოიწერეთ ჩემი არხი. მე მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით.